ემიგრანტების სამშობლოსთან კავშირს არ ვწყვეტ, სრულად განვისდით ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და მუდამ ვოცნებობთ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენ საქართველოს. სწორედ ამ განწყობის სრულად გამოხატვა მოხდა აქ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, როცა შეერთებული შტატების ამ რეგიონში მცხოვრებ ქართველთა დიდი უმრავლესობა ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად გამოცხადა საარჩევნო უბანზე. გამოიჩინა უმაგალითო მოთმინება, სიბრძნე და არ მისცა საშუალება ამ საქმეში გამოსცილ სუბიექტებს გაეყალბებინათ ან ჩაეშალათ არჩევნები. საქართველოს უახლესი ისტორიის გადამწყვეტ დღეს სანიმუშო სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს ემიგრანტებმა, თუმცა ასეთი შედეგი ადვილად არ იქნა მიღწეული. წინა არჩევნების მასობრივად გაყალბების გამოცდილების გათვალისწინებით, ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფმა მრავალმხრივი სამუშაო შეასრულა არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიტიკური აქციები, ამომრჩევლებთან შეხვედრები, რეგისტრაციის პროცესის ფართოდ გაშლა და ამ პროცესის დაუღალავი მეთვალყურეობა. თავად არჩევნების დღის დრამაზე რომ არაფერი ითქვას. უმთავრესი დამსახურება, რა თქმა უნდა, ზოგადად შეერთებული შტატების ქართულ დიასპორას მიუძღვის, რომელმაც მტკიცედ და დამაჯერებლად გამოხატა საკუთარი ნება. დიდი იმედი ჰქონდა ქართულ ემიგრაციას, რომ ვითარება არსებითად გაუმჯობესდებოდა, როგორც ქვეყანაში, ასევე დიასპორასთან მიმართებაში. ეს მოლოდინი ახლაც არსებობს. ეხლა არის 7 საათი და 52 წუთი. 8 წუთში უნდა გაიხსნას უბანი. უბანი არ იხსნება იმის გამო, რომ დამკვირვებლებს არ გვიშვებენ უბანზე. ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ არ გვაქვს ორიგინალი პეიჯები, რომელიც უნდა გამოგზავნილიყო CSGO-დან. არ გამოიგზავნა, გვაქვს მხოლოდ ასლები. მე პირადად იმის გულისხმობს, რომ დღეს მიმეყვა ამ ყველაფერში მონაწილეობა და ყოფილიყავი დამკვირვებელი, ვითხოვე ამიტომ სამსახურში დეიოფი, რომელსაც არ მაძლევდნენ და არჩევანის წინაშე ვიდექი, ან უნდა დამეკარგა სამსახური, ან უნდა მეღალატა ამ ყველაფრისთვის. მე დღეს უკვე ვარ უმუშევარი. პლუს ამას აღარ მიშვებენ უბანზე. იმედია ხმის მისაცემად მაინც შემიშვებენ. რატო ქვია? რატო კრია? რატო კრია და საბუთი არა გაქვთ? რა საბუთი? აქ ამერიკა, საჩხერის სოფელი კი არა. არ ყვევენ რაღაცას და გაიყვევა რა. CSGO-ში არის დარეკილი. სად მიდიხარ? შედით. ვერ მიხსენთ ხმას, ხო? სპეციალურად ხილად იყავით. ოღონდ გემანდელია არჩევნები ჩატარდეს და ყველაფერი კარგად იყოს. ჩემი კვირადული კი არა, კანონია. აგეთ მაო. აი ამ საბუთს სად შეგიშვა? ვინ შემოუშვა? არ შეიძლება. როგორ შემოუშვა? აკი თუთი დრო. ამას რა შეგეჭდა? ეს საბუთი საიდან მოვიდა? ისე ეს ხალხი ვინც არის დამკვირვებლები სპეციალურად აკეთებენ რომ ჩაიშალოს. დამიჯენ. ანუ ვიძახი რომ საიდან მოვიდა? სახში ბედრა. არა ის რომ საიდან მოვიდა? ეს საბუთი შეგიძლია ნების არა მომისე შემიძლია ერთია მაგრამ ფაქტი არის რომ ყალბია ჩვენ ამბობ რომ ყალბია ამბობ რომ ყალბია ყალბია აბა რა არის იცი რომ ყალბია ორიგინალი არის თუ არა მაგრამ ეგ არ ნიშნავს ორიგინალი არის თუ არა არ ნიშნავს აი ეს ხოდან მოდის ეგ არავინ არის ჩვენ არის ეს არავინ არის კაცი არავინ არის ბეჭედი არ ემთხვევა ფერი არ ემთხვევა არაფერი როგორ შემოუშვა ბეჭედი არ ემთხვევა ანუ ეს ბეჭედი არ ემთხვევა კი წარმოგიდგენიათ რა არის მაგით საკითხია მაგით საკითხია გამოძიებას ხალხს როგორ იმუშავდა გარდა ეხლა ძალოვნები მოვლენ და გაიყვანე ველოდები ძალოვნებს ძალოვნები მოვლენ 2 წუთში რა არც არეკილია მომისით დავრეკოთ ნაილვანზე დავრეკოთ ის გუდავე ხმის ვიცით აი მიტოვა რა დღეში რომ ვიზღუდავე და გაჩუმებულები უნდა ვიყოთ ყველანი. დღეს დაძაბული დღეა, ნიუ-იორკშიც რაღაც ცოტა არეულია სიტუაცია კომისია და დამკვირვებლებს შორის და იმედია გახსნიან, რა ვიცი, საარჩევნო უბანს და. აი გია წავედი რა,
რომელ კანონზე ლაპარაკობენ ესენი? რას თუ ნერვიულ? 20 წელიწადი ეს არჩევნებზე არ მივიღარ. 20 წელია. იმიტომ რომ მინდა უშუალო ჩემ საქართველოს იქნებ ჩემი ხმით რაღაც ეს. შანსი არ არის რა რო შემოვშენ. რატო ისე მიზეზით რატო? აი წავედი ბაშა, წავედი და მე გამოვიდი. რა პრობლემა არის? ეგეც არა პრობლემა. უბანი არ არის გახსნილი, მე მგონი ჩაშლილი. რატო? ჩაშლილი ეს არ უნდა გახსნილი. იმადო თავმჯდომარეს უთხრა და არ ხსნის მე ვარ თავმჯდომარე. მე არავინ არ მიშობ, თორე დაგეცა რატო დაიძახე? მაგას მიჩვენება არა. რატო გაუმბერე? ზოზობელო. ანერგია აკცია ამბებია შენ აზერა. ალა. ალა ისა. ეს გააკაჭე ხალხი რომ გაიარა. ნორმალურად რა აღარ შემოვასე, რა აღარ უთხრა, მაინც არ გვახსნევინებენ. ერთი წამი. ვიღაცა უნდა გაბდეს, მაგრამ ფაქსი უნდა მიიღოს. კაცი, რას ელოდებიან რა? დამკვირვებლების სიას რომ მოვიდეს CSGO-დან ფაქსით. ესე იგი როგორც კი მივიღებ გაიხსნება უბანი, ხო? всё, და რამდენი ხანში მოვა? ეხლა უნდა მოვიდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება და გახდა ჩვენ ოცნებად გადაიქცა ქართული ოცნება, მას მერე ყოველ დღე გამოუტოვებლად თვალს ვადევნებდით საქართველოში მიმდინარე პროცესებს და დღეს აი ამ დღეს, როდესაც ჩვენ ამდენი ხანი ველოდებოდით ამ არჩევნებს, ისე გააკეთეს და ისე მოაწყოს ყველაფერი, რომ ჩვენი ხმები დაიკარგოს და ჩვენ იმის უფლება არ ვქონდეს, რომ ჩვენი ხმა მივცეთ ქართულ ოცნებას. დამკვირვებლის ვარ გოყოლა, მან და ჩვენი წარმომადგენელი. რა აზრია თქვენი ხმისება? ქესლის მისემას რა აზრია? მეორე იცით თქვენ 1500 ზედმეტი კონვერტი რო აქვს, მარტო 1500 იმას იტევს უბანი. ადგებოდა იმას ჩაგიგდებს და დამთავრებულია მაგის ყველაფერი. გავარდა ველოდებით არჩევნა უბნის გახსნას. არის გარკვეული პრობლემა, როგორც ჩვენამდე მოვიდა ხმა. ჩვენ აგერ რიგებს ხედავთ, ქართველები მოვედით ამ სამუშაო დღეს ორშაბათს ვაცდენ სამსახურს და რიგში უკვე რამდენი საათი ვდგევართ წინ ვერ ვიწევით. არ დაწყებულა ჯერ არჩევნები, ხმის მიცემის პროცესი. არ ვიცით რა ხდება. ამბობენ გამოვიდა ხმა, რაღაც არ ვიცი, ხმაურია საარჩევნო უბანში. ერთი წამი, პანიკას არ აღვეთ. არ აღვეთ, ერთი წამი რა, ძალიან ხო. მოვედით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დგევართ უკვე საათზე მეტია, არ ვიცით რა ხდება. ხელოვნურად ქმნიან ამ გაბრკოლებებს, რომ ხალხი ვინც მუშაობს და დროებით 1-2 საათი განთავისუფლებულია მოვიდეს რომ ხმა მიცეს. მიატოვოს რიგები და წავიდნენ ისევ სამუშაოზე. აბა ხო სამუშაოს ხო არ დაგვარებთ, ხალხი წავიდა უკვე ნახევარზე მეტი. ნუ რა არის ეს არჩევნებია თუ რა? ნუ არ ვიცი მე რა. მე არ ვიცი. ამერიკაში ამას აკეთებენ და საქართველოში წარმოგვიდგენია რაც ხდება. და ამ ხალხს კიდე ამბიცია აქვს თუ დარჩეს ხელისუფლებაში კიდე. ვინც იცნობს და შენ პაატა აბჟანდაძეს რამდენად უნდა შეხედოთ ერთმანეთს. ეს არჩევნები არის დღეს რო დამთავრდება მე რასი ამერიკაში ხორბა სხვა პირას აქ არის აქ ხორბა ერთი წამი ძალიან შევიდე ვაცალოთ გამოსვლა და არც აქად ასეთი აქტივობა იმიგრაციის ჯერჯერობით არ დაფიქსირებული. ამის ეშინია და უნდა რომ ეს უბანი თვითონ ჩაშალო და ასე ურჩევნია. შესაძაგელო ადამიანო შენ ვინა წარმატონო არა, თორე ნაგავო შემდეგი სურვილი არ აქვს. ჩხუბი არ ატყდეს მან. ჩხუბი არ ატყდეს, აი მას მიაწევ, რა უნდა იქ ჩხუბი ატყდეს და კიდე რომ ჩაიშალოს ყველაფერი. ის გამოვა ხერხი 2 წუთი ვაცალოთ, ის ვერ ახერხებს და ჩხუბი და კიდევ ერთხელ მოვიწმინოთ. განებეს არანაირ რეპლიკას არ შეეპასუხოთ ძალიან სწორად რა.
ძალიან ყველანაირად დაგეგმილია ყველაფერი. გაწელონ, გაგვაღიზიანონ, კაცი წავდეთ რომ რეპლიკა ჩხუბი აწყდეს და ნუ ამყვებით რა მაგას მოვიწმინოთ. Zagi ცოტს მიიღებს ცოტახანში. თავისუფალ საქართველოში გასულ მოდობის გარეშე. ცოცხი ტრაქში არ აქცნება. ცოცხი ტრაქში. ლაზარე გაბუნია მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ბავშვი 5 საათზე ადგა დილით რომ აქ ჩამოსულიყო და 2 საათი გვალოდინეს. ჩვენ მოგზავნით ეპოლამდე. შემდეგი აპლიკაცია. იქ კაბინაში, იქ გადაში. ეს ჩაიწერეთ არ შემიძლია ხარ. ეს რა რას? ეგზიტ პოლისთვის. თუ არ გინდა გადაგაწერეთ. ციgiშვილი სახელი? ოკეი. კი, ძალიან სიაში შეამოწმოთ თქვენი თავი თუ ხარ. სიაში შემოგვიყვანეთ. აგეთ მოგზავნით. უნდა ჩემედან დარეკა კიდე ციკითხა და გვითხრეს რომ სიაში ვიყო. უნდა ჩახწერო. ჩახწერე. კი, აუცილებლად. მიხარებოდ სახელი. და პასპორტი მოამზადე. დაასაჩივრე და იმავე. ადრე იყო საშუალება ძვარი პოლიციაში შეიძლება ახალი შეაკეთებოდა და იმაშო. რატომ უნდა დავკარგო ჩემი ხმა, მოვედი, გავიარე რეგისტრაცია, პირადობა, ამერიკის ვის უნდა მოთხოვ, დაწერე საჩივარიო. სიაში არა ვარ. უკვე გაყალბება აქედან მოიწვია. მეტი რაღა უნდა გინ დაწერე საჩივარი, გინ არა. მე მგონი არაფერი აზრი არ აქვს ჩვენ მოთხოვს. დავრეგისტრირდით. დაურეკებ, მithos სიაში ხარო. ყველა ჩემი მონაცემები მივეცი. ახლა აი მეგობარი ვარ, მე ავთანდილ ჩხეიძე, დაბადებული ქალაქ თბილისში 1977 წელს. ბოლო 15 წელი ცხოვრობ ამერიკაში, საქართველოს მოქალაქე, ამერიკის მოქალაქე. გავიარე რეგისტრაცია, დაფიქსირებული არის ფირზე, განცხადება მიღებული აქვს. მდივანსაა გატარებული, ცესკოში გადავეციო და არც ერთ დამატებით სიაში არა ვარ, არსად არა ვარ და ვარ მწუხარო, ჩემი ხმა იკარგება. და მე ვედი, მე სიაში არა ვარ. განცხადება დაწერე, მაგრამ განცხადებას ვერ მიაქცევს ყურადღებას. 19 წელი აქ ვცხოვრობ და არა ვარ სიაში, არ ვიცი რატომ. რო დავრეკე მითხრეს უკვე დრო აღარ არის, ზოგს ურეკავენ და ეუბნებიან რომ ჩაეწერეთ, მე ურეკავენ რომ ჩაწერილები ხართ, ვერ გაიგებ რანაირად არის ეს CBS ისა რა ქვია, საკითხი. იმედია რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მერთმა დაგლოცებ მთელი ქართველები. ორშაბათს როდესაც არჩევნები უჯიშოებმა. Thank you. Sorry, I'm just gonna make up.
სექტემბერს ჩავაბარეთ საბუთები ორგანიზაციაში, რომელსაც მოქონდა საბუთები საკონსულოში. ჩავაბარეთ ერთად. 7 სექტემბერს ორგანიზაციამ მოიტანა საბუთები საკონსულოში და 17 სექტემბერს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დამარეგისტრირეს მე და არ დაარეგისტრირეს ჩემი მეუღლე. რატო? დაიკარგა საკონსულოში მოტანილი საბუთები. კარგად იყავით 100 წელი, სამსახური დავტოვეთ, დღეს ბავშვი დავტოვეთ, წამოვედი სპეციალურად. ამხედები ხარ და მეტი არაფერი. იბან შეგია რა იბან გაუვარდა. Saula, dragi naxavde shedi. ეს მასხარა თაგდება. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ საჩივარი, მაგრამ მაინც არ მოგეცემათ უფლება მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჯერ მე აზრია და უნდა დაწერეთ ისა? არავინ არაფერს არ მაწერია საპარადოქსო. მაშინ არ გაწერილი. არ აწერილი განცხადება? როგორ არა, განცხადები დაწერა ვისაც. ხო, მიბრძანდი რა. რატო არ მითხარით მე რომ შემოვიდა? განცხადება? აბსოლუტურად. ესე იგი, მე ჩემ თავს ვთვლი უკვე ღრმად მოხუცებულად. და თვლიდი რომ ეს იყო ბოლო შანსი ჩემი მიმეცახმა, ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის. მათ საბედნიეროდ, მათი ბედნიერი ხვალინდელი დღისთვის. გავიარე რეგისტრაცია, რაზედაც დიდი წვალება დამხვდა წინ. გადავლახე ყველგარი წინააღმდეგობა. მოვედი დღეს არჩევნებზე და აღმოჩნდა რომ სიაში არ ვარ. ვის დავაბრალო მით? ხვალზე შეიძლება გადააბრუნდე და მოკვდე და ვეღარ მოვესწრო სხვა არჩევნებს. აი დღეს მინდოდა მაინც და მაინც ჩემი არჩევნები და ჩემი ხმა დამეფიქსირებინა. მეტი არაფერი რა ვთქვა. ისედაც გულმატკენი ვარ რომ აი ჩემს სამშობლოში არა ვარ დღეს და აქედან ჩივი ვარ ჩემს დღევანდელ უბედობას. ამით ვამთავრებს. ჩემს გულის კივის და გინდათ საჩივარი და არ ვქვით ამას. გინდათ რა ვიცი. საჩივარი იმათ ვინც არ შეასრულა ჩემი რა ვთქვა მოქალაქეობრივი უფლება, ხო? ალბათ ეს უფრო სწორი იქნება რა ვთქვა. რეგისტრაცია თუ არა გავლინდა გაიაროთ რეგისტრაცია მანამ. საბადო აქ ვარ დილნა საღამოდი. აქ ვიციაში არ აღმოჩნდა ხო? მე წავიდე თავისთავად აღარ ხო, შეიძლება. შეიძლება თუ ესეთი ეს დალოცული სანამ ამაზე თუ ემუნა პირდაპირ საჩივარი დაწერე. თუ არა ხო, შინ დარგიშო. იმას არ აწევს იქ შინ რო შევი. სანამ საჩივარი დაწერს, იმასთან ნახოს თავისთავად არის სიტუაცია თუ არა. მე აქ გავარ დილიდან და ბევრი აღმოჩნდა. როგორი კაცი ნამუნები პასპორტი აქაც საკონსულოში აღებული, აქ ეს პასპორტი გაგზელებული, ეს არის ავტომატურად ეს კაცი არის საკონსულო აღრიცხვას. როგორ არა, არის და ასე, მე ასე ვიყავი ძმაო. მე პასპორტი გავაკეთე და ვარ საკონსულოში. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, წელთ აღრიცხვამდე, აღრიცვის შემდეგ ვიქნები. აი ახლა რა თქმა უნდა, შარშა.
და მე რა? და ვარ საკონსულტო არც რეგისტრაცია გამონი პასპორტი აღრიცხვაზე დადება. პასპორტი ავიღე. პასპორტის აღება და აღრიცხვაზე დადგობა. პასპორტი ავიღე და საკონსულტო აღრიცხვაზე დავიქნიერი. ავტომატურად. აი რა. მოდი სანამ ნახავდი ამდა ჩაუტარე ის რომ საჩივრამდე რომ მიდის. ბიჭო აგერ არის ხალხი რომელიც აფიქსირებს. დილიდან საღამომდე ასეთი იყო ასამდე შემდგომი. ვინ შევიდა ყველა თავისავი ნახა მან სიებში. აი შიგნით. რა გინდა კადრები დავატრიალო უკან? ო მოვადე, ხოლმე დავატრიალო. აბა რა თქმა უნდა ჩხუბი შეუშეს დალოცველი შიგნით. შეშობილები არიან, არა არის ჩამოვიდა ნიუ-ჯერსიდან, კონექტიკუტიდან. 5 საათია და საჩივარი დაწერო. შევიდე შიგნით და მე რა დაწერე საჩივარი. და იგივე არის. არა ერთი და იგივე. არ არის ერთი და იგივე. არ არის. ვამბობ და არ არის. აგერ არის მაგ კადრები და დაავიჩინოთ მე. ვინც მიიღეთ, ვინც არ მიიღეთ, აქ არავინ არ დავინახოთ, ჩამზადით ყველანი პატი ჩამოდით. ნიუ-ჯერსიდან საჩივარი. აზრმა დაწერო საჩივარი, ნახოთ ეს გამოვიდება იქ. მაგან სადღაც მეტოდი. მაგან აჯო. ხო, ისე რა არის დატოვეთ პირდაპირ. აი ელემენტარულად. აი რაზიარო შევა. რაზიარო. რაზიარო. აი ამ კამპანია რაზიარო. რაზიარო. რაზიარო შევა მოკალაკი. რაზიარო. რეგისტრაცია არ არის და რეგისტრაცია არ მიუშვი იქამდე რატომ არის ჩამოდო ეს კალი შეუშვი. ეს კალი შეუშვი. არავის არ შეუშვა. შეუშვა. დამკვირვებლად ძალიან. რა თქმა იმასიზა. არციაში. შევძანე და აი გავაკეთე. იქაურსიაში მოიწოდეთ. იქაურსიაში. პასპორტი დაიკავეთ. არა. არა, შეუშვა. გამოვაყენეთ თელ ოჯახს. ხუთნევარ ოჯახში. თელ ოჯახში პლუს კიდეც მიშვენე მყავს ის ძალი. აგერ მეზობელი არის. აი კიდე არის იგეთი. ერთი ვარ 7-8 ვარ. არავინ არ არის სიაში. ყველას რეგისტრაცია გაუძლია, საკონსულო რეგისტრაცია. და ჩამოგიყვანე საათ მე ვიცოდი რომ საში მიყავი და ხმას არ გვაძლევენ. არ გვაქვს. მე მოქალაქე უფლებას გვაქვს და უხედო რეგისტრირებულები არიან. და მე დემოკრატიას დაგიწყება ლაპარაკი და ემს ლაპარაკი. როგორ გადავიღომეთ? ხო, როგორ გადავიღოთ? ამან შენ გადაიღო. არ გამოდის, ხო არ იცი ეს საჭი, არ გამოდის. შენ გვიცი შენ გადავიღე. იმიტომ აგრესიული მოხარტო ბიჭო. იმედი და ესა. რა ბიჭო, ხელიარ მომაკიდები. რა არის საჭირო? იმედი გაიგო, გამოეთრია და შენ მეცხარი არ გადააღებინე. საჭიროა ეხლა. აგდები დელაპარაკეთ, ბიჭო სახში ვისაჭერდი. რა სპირი ვარ, ჩვენ სიმართლეს ვეუბნები. აქ საყვირალი და ის არის, არ არის საჭირო. ჩემი საყვირალი არ თქვენი საყვირალია. გაჩერდი. რა, არა, აი ყველაზე ცუდი ხა იქა. და ოპერატორს გაანებებ თავი. დაივა შუა პროვოკაცია. შეგადავიდე მაგას რა არის? მე ვკითხე პროფესიას. ჩემი საქმე ვარ, მე აგიხსნი ამას და ამაზე. ხო და ფიქრობს მაშინ. მაგ ადამიანმა შეიძლება ტრანსაუცია დორი შეურაცხყოფა. და გასერვანებულია ხალხი რომ მინა ბოჭა. ხო და ეხა არ ჩვენა ვართ, ნუ ჰამაკიდან არ არავინ არ ვართ, მაგრამ ყველა ხება რაღაცა მოთმინება. მე ვარო სიაში ნახე. შეუშვა სიაში. შიაში ახანა. სიაში ყიდე. აი სიაში ნახეთ თქვენი მოგზაურობა გაცემულობა. გიორგი წავალი. ვიგიორგი. სამას 4 წალი არის ქართული ოცნება, 30 წალი არის ნაციონალური მოძრაობა, 4 წალი გაყავდა, ვინაიდან არასწორად იყო შევსებული. 2 წალია 22 ნომერი. 2 წალი არის 22 ნომერი. და 1 წალი იყო ქალწეწერა და ყველა გადავხაზე. ანუ დასკვნას რას ჩამოვიდა ვაფშე? 90%
ქართულ ოცნებას. დანარჩენი გაინაწილეს ნიუ-იორკიდან. ეგ ეს პოზიციაა, რა, ყველა გადახაზა ეგ ეს პოზიციაა.